21 სოციალურად დაუცველი ოჯახი ელექტროენერგიის და წყლის გარეშეა დარჩენილი. კოჯრის ყოფილ ბავშვთა სახლის შენობაში მცხოვრებ ოჯახებს პრობლემა თანხის გადაუხდელობის გამო შეექმნათ. მათზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს 2013 წლიდან აქვს აღებული, ისინი შენობაში ჯანდაცვის სამინისტრომ შეასახლა. პრობლემის მოგვარებას ადგილობრივებს მთაწმინდის გამგებელი დაპირდა. თელაში კი აცხადებენ, რომ მათ თენის შენობის მეპატრონის მოთხოვნით გათიშეს. Გაგვითიშეს ისევ დენი რომ აბონენტები არა ვართ, შიდა დახსების უფლება ჩვენ არა გვაქვს. შენობა გასხვისებულია მეპატრონი თხოვს დღე-დღეზე წადის. სტრესში ვართ. დენი დამოკიდებულია სულ წყალზე. რითი ვერ გადაგვამოწმეს და რითი ვერ დაგვაკმაყოფილა ამ თავრობას. ეხლა აი ამ სიბნელეში წყალი არ გექნება ხვალ. სველი წერტილები აღარ იმუშავებს. ბავშვები ანტისანიტარია. ჩვენ აუცილებლად გეგმავთ პირველ რიგში შევხვდეთ თელასის წარმომადგენელს, შევხვდეთ ჯანდაცვის სამინისტროს იმ უწყებას, რომელსაც პირდაპირ მათი თქმით პირდაპირ დავალებით ჰქონდათ დავალებული, რომ არ უნდა გამოერთოთ ელექტროენერგია და მე ძალიან მეიმედება, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება, იმიტომ რომ ამ ადამიანების პრობლემას მე დღეს არ არის ჩემთვის ახალი, ამას ძალიან დიდი ხანია ეს ადამიანები არიან გაუსაძლო მდგომარეობაში.